ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელიაკი ავრცელებს განცხადებას სოციალურ ქსელში საგანგებო მდგომარეობაზე. 21 აპრილს სრულდება საგანგებო მდგომარეობა კომენდანტის საათის ჩათვლით. სავარაუდოდ მთავრობა მის გაგრძელების წინადადებით მიმართავს პარლამენტს. ოპოზიცია დილემის წინაშეა დაუჭიროს თუ არა მხარი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. აი ამ დილემაზე ისაუბრებს ახლა ნიკა მელია ჩვენს ეთერში. მე მას მივესალმები. ნიკა, მათთვის, ვისაც არ წაუკითხავს მაგალითად რა დაწერეთ თქვენ, მე მივხვდი აქ რა ტიპის დილემაზეა საუბარი, წინა სტუმართანაც ვახსენეთ ჩვენ ეს, რომ გვითხრათ რა ინფორმაცია გაქვთ, როდის შემოდის ეს საკითხი, თუ წამოგვეშველება კომენტარი უმრავლესობისგან ალბათ უფრო დეტალურად გვეცოდინება და რაზეა დამოკიდებული ოპოზიციის მხრიდან გადაწყვეტილების მიღება, რომ გახანგრძლივებასაც ისევე დაუჭიროს მხარი, როგორც თავის დროზე შემოღებას. მოგესალმებით, დიახ, რამდენიმე დღეში გარდაუვალი იქნება საპარლამენტო სხდომის ჩატარების აუცილებლობა, სადაც უნდა დადგეს საკითხი წესრიგში, გაგრძელდეს თუ არა საგანგებო მდგომარეობა და დაუჭიროს თუ არა ოპოზიციამ მხარი ამ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას. ამას ეხებოდა ჩემი წერილი, რომელიც გამოვაქვეყნეთ თქვენ გულისხმობთ სოციალურ ქსელში. დიახაც, რა თქმა უნდა, თავს მოვიტყულებთ და ეს იქნება დილემა, რომლის წინაშე დადგება ყველა, განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიები. დილემაში გულისხმობ, რომ სასტორის ერთ მხარეს, ერთ პირაზე იდება შეზღუდვების მოხსნის შემთხვევაში, ანუ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემთხვევაში ვირუსის აფეთქების საშიშროება, ეს ერთი და სასტორის მეორე პირაზე იდება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შემთხვევაში შიმშილი, მარტივად რომ ვთქვათ, შიმშილი, რომლითაც ძალიან ბევრ ოჯახს, ძალიან ბევრში გულისხმობ ათასობით და 10,000-ობით საქართველოს მოქალაქეს სული დაეხუთება ულუკმაპუროდ. ხო, მაგრამ არის თუ არა ეხლა ის დრო არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, როდესაც სიცოცხლის და გადარჩენის და ჯანმრთელობის საფრთხე არის ნომერ პირველი საფრთხე და აქედან გამომდინარე სწორედ აი ამ დილემის კონტექსტში გეკითხებით. მე ვახსენე წინა სტუმართანაც აი პრეზიდენტი ტრამპი ამბობს ასეთ რამეს, რომ ყველაზე დიდი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები ეს თქო ზესახელმწიფოს ლიდერს უჭირს ასე დროს გადაწყვეტილების მიღება გახანგრძლივებასა თუ ხალხის სამსახურში დაბრუნებას შორის. აი გასაგებია რომ ოპოზიცია ხმა შეიძლება არ იყოს გადამწყვეტი, მაგრამ ის რაღაც მორალური თანადგომას გამოუცხადებდა მაგალითად გახანგრძლივებით ან რაღაც ტიპის პასუხისმგებლობას აიღებდა მისი არათი ამ პროცესზე. დილემა და ამოსავალი წერტილი რა არის? ადამიანის, ცოცხალი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ხო? და მთელი პრობლემის არსი სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ ორივე გზით, რომელსაც ადგას დღეს ხელისუფლება სამწუხაროდ, ადამიანის სიცოცხლესაც ექმნება საფრთხე და მის ჯანმრთელობასაც. გნებავთ ვირუსის თვალსაზრისით ვისაუბროთ და გნებავთ შიმშილის თვალსაზრისით ვისაუბროთ. ეხლა დღემდე უკვე თვენახევარია ეს ვირუსი მძვინვარებს, ჩვენ მათ შორის და სხვა ოპოზიციურ პარტიებმა მხარი დაუჭირეთ საგანგებო მდგომარეობის შემოღებას, მკაცრ ღონისძიებების გატარებას, მაგრამ დათქმა ასევე იყო, რა თქმა უნდა, ასე ორალურად თანათქვამი, რომ კონკრეტული ეკონომიკურ-სოციალური პაკეტი გეგმა უნდა დაიდოს, რომ ის 100,000 მოქალაქე, რომელიც სახლში იქნება გამოკეტილი და ვეღარ მოიპოვებს საჩოს საბადებას, შიმშილით სული არ მოეხუთოს, ხო? მაგრამ გავიდა თვენახევარი დიანა და არაფერი მსგავსი არ მოგვისმენია. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია მე პირადად ანუ მთავრობა როცა პარლამენტში მოითხოვს თქვა გახანგრძლივებას, თქვენი სურვილია რომ წარმოადგინოს უფრო მეტი არგუმენტი ან სულაც მოაყოლოს რაღაც ანტიკრიზისული პაკეტი? აუცილებლად მე პირადად მგონია დიახაც და საბოლოოდ ჩვენ ჩამოყალიბდებით ნაციონალურ მოძრაობა, მე პირადად მგონია უკვე და შემიძლია ეს თამამად თქვა თქვენს ეთერში, რომ აუცილებელი პირობა უნდა იყოს ეკონომიკური პაკეტი. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოუდგენელი იქნება ამ შეზღუდვებისთვის ხარდაჭერა უკვე მეორეჯერ. იმიტომ რომ ეხლა ჩვენ რაღაცა მართლაც წარმოსახვით გაჭირებულ ადამიანებზე კი არ საუბრობთ, რომლებიც სიდუხჭირით არიან დაწიხლულნი
დიანა, წარმოიდგინეთ აგრარულ ბაზრებში, როდესაც ვაჭრობენ ათასობით ადამიანი და პურს ყიდიან ელემენტარულად, ხო, ზოგი მათგანი მარტო მწვანილს ყიდის, რა, რისთვის ყიდიან, რა, ლოჯი მოიშენო, შემოსავალი მოიპოვონ და გაფართოვდნენ თუ რა, რომ უბრალოდ საჭმელი ხო, მაგრამ ნიკა, ხომ გესმით, გადაწყვეტილების საფუძველი არის სწორედ უსაფრთხოების ზომები. ამ ხრივ, მაშინ რა ერთი წუთი დიანა, რას მეუბნებით, მოგტეს აბა ის მშიერი ქალბატონი, რომელიც ბაზარში იჯდა და ბაზრის შესასვლელში, აგრარული ბაზრის შესასვლელში პურს ყიდიდა. არაფერს მეც. პურს ყიდიდა და ვეღარ ყიდის ამ პურს. შესაბამისად, შემოსავალი რომ საჭმელი შეჭამოს პირდაპირ და ჩვენ თუ გვინდა, პირდაპირ გეუბნები, ჩვენ თუ გვინდა უბრალოდ თავი მოვიტყვილოთ, ჩვენ თუ გვინდა რომ თვალი, ასე ვთქვათ, დავხუჭოთ და პური დავიყრუოთ, კი ბატონო, უკიდეგანოდ გაჭირვებული ადამიანები არიან. უკიდეგანოდ, აი ტანჯვითა და გვემით ნაშოვნი ლარები დღის განმავლობაში დაეკარგათ. 800,000 თვითდასაქმებული ადამიანი სახში არის გამოკეტილი და კი ბატონო, ჩვენ ვამბობთ რომ მე ვამბობ ამ წუთას გეუბნებით რომ დილემა არსებობს და ვინ გაურბის ამ ასე თქვათ საჭიროებას თუ საგანგებო მდგომარეობა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ გააჩნია როგორ და რა პირობებში და რა ფორმატში, ხო? ეხა, იცით რა, უბრალოდ სახში შეიკედეთ თქვენი დედაცვატირე და ვინც გადარჩებით და მერე გამოდით სახლებიდან, ცოცხლები, ესე არ გამოვა დიანა, სახელმწიფო რისთვის არსებობს? თქვენ ამბობთ რომ ნიკა ასევე წერთ რომ აი კომენდანტის საათი ერთმნიშვნელოვნად გასაუქმებელი. აი რატომ ფიქრობთ რომ არ აქვს თავისი როლი აი ამ უსაფრთხოების ზომებში კომენდანტის საათს? მე ხა ამაზე ვსაუბრობ, იმის იმედი ნაკლებად მაქვს რომ ხა ივანიშვილის ხელისუფლებაში წვრიადი მიმოიფანტება, ან რაღაცა სიბნელე განათდება, ამისი იმედი ნაკლებად მაქვს, მაგრამ უნდა ვაიძულოთ ეს ხელისუფლება, რომ დაიდოს მაგიდაზე კონკრეტული პაკეტი. დიანა, სანამ თქვენ კითხავს უპასუხებ, კოსოვო, რომელიც ჩვენზე ღარიბი სახელმწიფო არის, მთლიანი შიდა პროდუქტით, კოსოვოში ხელისუფლებამ, რომელსაც მართველი არ ყავს მილიარდერი, მოახერხა ის, რომ კომპენსაცია ეძლევა ყველა უსამსახურო დარჩენილ მანამდე თვითდასაქმებულ ადამიანს. 130 ევროს უხდიან. კოსოვოში, ჩვენზე ღარიბ სახელმწიფოში. და აქ არ საუბრობენ არაფერზე. ბრიფინგები ჩატარება არ არის, მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნა და საარჩევნო კლიპების გადაღება გაგანია იმაში, რა ქვია, ვირუსთან ბრძოლის ფაზაში. თქვენ მუსიკალურ კლიპზე ნიკა საუბრობთ რომ ეს ვინმე საარჩევნო კლიპი იყო? აპატიეთ, ეხლა ზუგდიდში, როდესაც ზუგდიდის კლიპს ამბზე ამბობთ, ხო? ზუგდიდის კლიპში მონაწილეობდა ყველა ბიუროკრატი, რომლებიც დღემდე საუბრობენ აი მშრალი ბიუროკრატიული ენით. იცით რა, დამშვიდით, დარჩით სახში, ყველაფერი კარგად იქნება. სახში გამოკეტეს მთელი ზუგდიდი. ბაზარიც დაკეტეს. და თვითონ რაღაც ხალხს ეგონა რომ მართლაც რეცხავენ ქუჩას, იმიტომ რომ ვირუსი ებრძოლა. თურმე საარჩევნო კლიპს იღებენ და ყველა ბიუროკრატი მონაწილეობს, გუბერნატორის მოადგილეები დაწყებული, მერით გაგრძელებული, მისი მოადგილეები და ასე შემდეგ. სადმე გაგიგონიათ, ეხლა თქვენ ეთერში უშვებთ ხოლმე კლიპებს, სადაც უბრალოდ საზღვარგარეთ მონაწილეობას იღებდნენ მომღერლები, ცნობილი საზოგადოებრივი ასე თქვათ აქტივისტები, მაგრამ პოლიტიკოსები საარჩევნო კლიპია, ეს აბა მეტი არაფერი არის. ბატონო ნიკა, რატომ ითხოვთ, რატომ ფიქრობთ რომ კომენდანტის საათის შემოღება ვერ ასრულებს თავის როლს? ხომ გესმით ნიკა, მედიკამენტების რესურსი არ შეზღუდულია იმ ხრივ რომ არ ვიცით ზუსტად რა უშველის. ვაქცინას დრო სჭირდება. ერთადერთი ხელშესახები და ეფექტური ეს არის სწორედ რაღაც საზოგადოებრივი კონტროლი და ამ ხრივ თვით შეზღუდვა, მათ შორის სოციალური დისტანცია და სხვადასხვა საგანგებო ზომებით. გასაგებია რომ ეპიდემიას კომენდანტის საათი ვერ ამარცხებს, მაგრამ ის ასუსტებს მის გავრცელების მასშტაბს. აი რატომ ფიქრობთ რომ კომენდანტის საათი უნდა მოიხსნას და მას არ აქვს თავისი როლი პანდემიასთან ბრძოლაში? დიახ, მოდით გავყოთ კომენდანტის საათი საგანგებო მდგომარეობისგან, საგანგებო მდგომარეობა კომენდანტის საათის. კი, კომენდანტის საათი არის, ეს თქვით, მე ვამბობ, კომენდანტის საათის აუცილებლობა ვერ დაგვიმტკიცა და ვერ დაგვარწმუნდა კომენდანტის საათის აუცილებლობაში ხელისუფლება.
ვერავის რომ გკითხოთ ეხლა დღეს ვერ ექნება აზრი ჩამოყალიბებული რა სიკეთეს იძლევა კომენდანტის საათი რომელიც მოქმედებს საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ვირუსთან ბრძოლაში არავინ ეს არ ახსნა საღამოს საათებში ის თუ დღის საათებში მეუბნები რომ წადი სადაც გინდა იარე 21 საათიდან 6 საათამდე როდესაც ძირითადად ხალხი ისედაც სახლშია რა სიკეთე მოგცა მე კი ვიცი უბრალოდ ხელისუფლებამ იქნებ თქვას ეს ხო უნდა თქვას და აუცილებლად უნდა თქვას ასე რომ მე მგონია რომ კომენდანტის საათი არის აბსოლუტურად უშედეგო და როგორც მინიმუმ კომენდანტის საათი აღარ უნდა იქნეს დაწესებული და კიდევ ერთხელ დაუბრუნდები იმას რითიც დავიწყე უმნიშვნელოვანესია არ განიხილება სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება ჩვენის მხრიდან გახანგრძლივდება საგანგებო მდგომარეობა მხოლოდ და მხოლოდ ეს უნდა იყოს პაკეტში სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამასთან და პენსიონერებმა უნდა იცოდნენ რა ერგებათ მათ ამ გაჭირვების პერიოდში როგორ ეხიდება ხელისუფლება მილიარდერის მათ და 800,000-მა თვითდასაქმებულმა რომელიც სახლიდანაც კი ვერ გამოდის უნდა იცოდეს შეერი დარჩება მომდენო როგორც მინიმუმ 1 თვე თუ საგანგებო მდგომარეობა 1 თვით გაგრძელდა თუ ექნება რაიმე შესაძლებლობა რომ თავი გაიტანოს და შეერი არ მოგდეს. კი ბატონო, თავდაპირველად საგანგებო მდგომარეობაზე თანხმობით ოპოზიცია ამბობდა რომ ის ამ ბრძოლაში რაღაც ხელისუფლებასთან კინკლაობის რეჟიმში კი არ არის პირიქით ეს ყველას ბრძოლა. ეხლა თუ არ იქნება შესაბამისი პაკეტი წარმოდგენილი თქვენი უარი როგორ შეიძლება იქნეს აღქმული? ეხლა დღე გეუბნებით ამ წუთას ჩვენ რა თქმა უნდა საბოლოო ჩვენ პოზიციით ჩამოვაყალიბებთ მე რომ ვიყოფა დღეს რომ იყოს სხდომა და დღეს როწყდებოდეს ეს საკითხი და ხელისუფლება სოციალურ-ეკონომიკური პაკეტი არ წარმოადგინოს მე ხარს არ დაუჭერდი ნამდვილად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ამიტომ დრო აქვს ხელისუფლებას ჯერ კიდევ და დაასდენდა არ ვიცი საიდანაც როგორც უნდა მოიტანოს ზოგი მოპარული ფული უკან დააბრუნა საიდანაც უნდა რაღაცა გააკეთონ რა გააკეთონ იმიტომ რომ ხალხი ერთი ნაპერწკალია ხშირ შემთხვევაში დიანა საჭირო რომ პრობლემა აალდეს და მათ შორის სოციალური პრობლემა რომ აალდეს ხალხი არის როგორ გითხრათ როგორც ვოლიერებში გამოკეტილი ახლა ის ხალხი ვისაც არ აქვს საერთოდ არაფერი დანაზოგი არც ფულო დანაზოგს კი ვლაპარაკო ხო საკვებზეა და პროდუქტებზეა საუბარი დათვები კი ბატონო გამოიზამთრებენ ხოლმე საკვების გარეშე და თავიანთ ბუნაგში თაც ლოკავენ და ყოფნის ეს მაგრამ ადამიანები ასე ვერ გადარჩებიან და კიდევ უფრო მეტი დასაბუთება არის თქვენგან მოთხოვნილი მადლობა ნიკა მილიარდერმა ივანიშვილმა გვითხრას რომ თუკი კოსოვოს ხელისუფლებამ ჩვენზე გაღატაკებული ეკონომიკურად და ჩვენზე სუსტი ეკონომიკის მქონე სახელმწიფომ შეძლო და 130 ევროს აძლევს უსამსახუროდ დარჩენილ თვითდასაქმებულებს ჩვენთან ეს პრობლემა რატო შეიქმნა კი ბატონო გამოვიდეს და თქვას რომ აი ვიღაცამ რომ 700 მილიონი წაიღო ვიღაცამ რომ ის მომპარ ამდე ფული აღარ დავჭე კი ბატონო გავიგეთ მაგრამ ეხა ის რომ ოპოზიცია შევიდეს და სიბნელეში ნაბიჯი გადადგას და პასუხისგებლობა აიღოს ამ მოსახლეობის გარკვეული ნაწილის საშიმშილო გაწირვაზე მე შორს ვარ მადლობა იმედი მაქვს რომ სწორგადაწყვეტილებას ძალდატანებით მიიღებს ხელისუფლება და დიახაც ჩემი კრიტიკაც მათ შორის ბოლო დღეებში მომატებულია რატომ იცით იმიტომ რომ დავინახე რომ ხელისუფლება პარტიულ პოლიტიკას ახორციელებს და საარჩევნო კლიპებს იღებს და მონოპოლია რომ შეიძინა პოლიტიკის კეთებაზე გაუხარდათ და თქვენ ეს რა კარგია ნახე რაღაცას ჩემ პარტიულ საქმიანობას ვეწევი და არავინ არ ვაკრიტიკებს ასე აღარ გამოვა ნამდვილად კი ბატონო შეიძლება თქვენ ფიქრობთ რომ მონოპოლია აქვს და თქვენი ხმა არ ისმის მაგრამ ხომ იცით ხანდახან არის დრო როცა დუმილიც რაღაც სტრატეგიის ნაწილი შეიძლება იყოს დიანა ხარს ვუჭერდით და თელ რიგ საკითხებში მხარი დავუჭირეთ ზომების გამკაცრებაში ეროვნულ ბანკს მოუწოდებდით რომ ინტერვენციები განეხორციელებია და უამრავი სხვადასხვა სახის ხარდაჭერა საერთო წერილი გაეგზავნა ყველა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციას სახელმწიფოს მაგრამ ეხა საარჩევნო კლიპის გადაღებას შუა გაგანია
იმაში ვირუსთან ბრძოლის ეტაპზე, როდესაც იღებ და ბედავ და ამას უყურებ, შენ ამის შემდეგ მაპატიეთ კრიჭას უკვე გაღება ჭირდება ნამდვილად და ვეღარ შევიკავებ. მადლობა ნიკა მელიას ის ნაციონალური მოძრაობის პოლიცსაბჭოს ხელმძღვანელი